ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესის მიხედვით სამეცნიერო ნაშრომების აკადემიური ტექსტების გაფორმების სტილად ითვლება აპა სტილი. აღნიშნული სტილი დროთა განმავლობაში იცვლება და მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა თვალყურით უყურადღებონ მიმდინარე ცვლილებებს სტილის ოფიციალურ მისამართზე აპა-სტაილ-2, რაც რა თქმა უნდა ბესეუში მოქმედი ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესშიც აისახება. ბესეუში ამჟამად მოქმედი აპა სტილი მიყვება მეშვიდე განახლებულ გამოცემას. წარმოგიდგენთ ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის რამდენიმე მაგალითს. Microsoft Word-ის ფორმატში შექმნილი ტექსტის იმ ნაწილში, სადაც გსურს ციტირების გაკეთება, ვსვამთ კურსორს, შემდგომ შევდივართ რეფერენსის ველში, ვირჩევთ აპას მეშვიდე გამოცემას, შემდეგ Insert Citation-ის Add New Source-ის ველში, წყაროების ველში ვირჩევთ ციტირების იმ სახეს, რომელიც გვესაჭიროება, ეს იქნება წიგნი, ფილმი, სამეცნიერო სტატია, კონფერენციის მასალა, ვებგვერდი, პატენტი თუ სხვა. ავირჩიოთ ფართოდ გამოყენებული წიგნის ველი წყაროდ, მიუთითოთ ავტორის სახელი და გვარი. წიგნის სათაური. წელი, გამოცემის გამომცემლობა და თუ გვაქვს DOI, ანუ ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი ისიც. ამ შემთხვევაში გამოვტოვოთ. როგორც ხედავთ, ციტირება გაკეთებულია. იმ შემთხვევაში, თუ იმავე ავტორის მითითება არის საჭირო ტექსტის სხვა ადგილას, საკმარისია ციტირების ველში მოვნახოთ ავტორის სახელი და გვარი და დავამატოთ. როგორც ხედავთ, ავტორი მეორედ დაემატა. სხვა წყაროს დამატების შემთხვევაში იგივე პრინციპი მოქმედებს. Add New Source. წყაროში მაგალითად ავირჩიოთ სამეცნიერო სტატია, მიუთითოთ ავტორის სახელი და გვარი. სტატიის სათაური. შეგვიძლია დავაკოპიროთ. ჟურნალის დასახელება. გამოცემის წელი. გვერდები. ტომი. გამოცემა. და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ასევე DOI-ც დავაკოპიროთ. როგორც ხედავთ, სამეცნიერო სტატიაც ასახულია და დამატებული. საბოლოოდ ბიბლიოგრაფიის დამატების მიზნით ჩავდივართ ტექსტის ბოლოში. აი ამ ველში ვეძებთ ბიბლიოგრაფიას და ვამატებთ მას. როგორც ხედავთ, ჩვენ მიერ დამატებული ლიტერატურა ბიბლიოგრაფიაში არის გადმოტანილი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.